წარმოიდგინეთ, რომ ქვეყნის მმართველი ხართ. გინდათ ერის დამორჩილება და მმართველობაში უსასრულოდ ყოფნა. რა იქნებოდა უფრო ეფექტური გზა მიზნის მისაღწევად? მოქალაქეების უსასრულო დასჯა, ყველას დასანახად, თუ ბავშვების მიზანში ამოღება და მათ დამჯერ მოქალაქეებად გაზრდა. თუ დიქტატურისკენ მიდრეკილ რეჟიმებს გადავხედავთ, ახალი ადამიანის გამოყვანის შესაძლებლობას არც ერთი უშვებს ხელიდან. ასე იყო მე-20 საუკუნის ნაცისტურ, ფაშისტურ და საბჭოთა სისტემებში და ასეა თანამედროვე რეჟიმებში. მაგალითად, რუსეთში სკოლა იწყება გაკვეთილით, რომელიც ხელისუფლებისადმი ერთგულებას ასწავლის და პატარა ბავშვებს ეუბნება, რომ სამშობლოსათვის სიკვდილში საშიში არაფერია. ბელორუსში უნივერსიტეტებში შემოღებულია საგანი, რომელიც რეჟიმის იდეოლოგიას ავრცელებს, ხოლო ჩინეთში პატრიოტული განათლების კანონი მიზნად ისახავს აღზარდოს სწორი მოქალაქე. საქართველოში განათლების ახალი რეფორმა ნამდვილი ქართველების აღზრდას და სახელმწიფოებრივი აზროვნების დანერგვას გპირდება. რეფორმის შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე კონტროლს გაზრდის. მაგალითად, უნივერსიტეტებს კონკრეტული მიმართულებების სწავლება აეკრძალებათ, ხოლო სტუდენტებს მოპოვებული გრანტი ყველა კერძო უნივერსიტეტში აღარ გადაყვებათ. თქვენი აზრით, თუ ერთ ქალაქში ერთ უნივერსიტეტს ექნება კონკრეტული სფეროს, მაგალითად სამართალმცოდნეობის სწავლების უფლება, ეს კონკურენციასა და ხარისხს გაზრდის თუ შეამცირებს? ან თუ ლექტორის დაწინაურება, ან სამეცნიერო გრანტის აღების შესაძლებლობა რექტორის ან სამინისტროს კეთილგანწყობაზე იქნება დამოკიდებული, ეს გარემოს უფრო სამართლიანს გახდის თუ კორუფციულს? უნივერსიტეტებს თავისუფალი განხილვისა და აზროვნების სივრცეებად აქცევს თუ მორჩილ პარტიულ ინსტიტუტებად?